სალამი ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით ყველას. ეს არის არხი როგორ. ესე იგი თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. ეხლა კი გადავიდეთ დღევანდელ თემაში, განვიხილავთ პროგრამას, როგორც ესეთ პროგრამას, რომელსაც ქვია Shadow Play. ესე იგი ეს პროგრამა არის ჩემი აზრით ყველაზე ესე იგი კარგი პროგრამა ონლაინ სტრიმისთვის და ასევე თამაშების ჩასაწერად რა. ვექტორიდან რომ ჩავიწეროთ თამაშები, თამაშის პროცესი არის ეს პროგრამა ყველაზე საუკეთესო. ესე იგი საერთოდ არ აკლებს თითქმის FPS, არ ჭედავს ასე რომ ვთქვათ ჩაწერის დროს თამაშს, როგორც თამაშობთ, თამაშის პროცესსაც არ უშლის ხელს და პლუს ვიდეოც გამოდის ძალიან კარგი. ეს არის ერთი პრობლემა, ესე ვისაც გაქვთ AMD-ს ვიდეო კარტები, უკვე იცოდეთ რომ AMD-ს ვიდეო კარტით ეს ვერ ჩაიწერთ თამაშს, ამიტომ უნდა გქონდეთ NVIDIA-ს ვიდეო კარტა, პლუს ამას უნდა გქონდეთ NVIDIA-ს ვიდეო კარტა GTX 500 სერიიდან დაწყებული. GTX 500 სერიამდე ეს Shadow Play არ მოქმედებს, არ გაიშვებს, ასე რომ ვთქვათ. ეხლა კი თუ გაქვთ ესე იგი თქვენ ვიდეო კარტა GTX 500 სერიაზე ახალი და GTX 500 სერიის ჩათვლით, შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს, ესე იგი შეგიძლიათ გააგრძელოთ ყურება ამ ვიდეოს. და ეხლა გადავალთ, ესე იგი რა უნდა ვქნათ პირველ რიგში გადავდივართ NVIDIA-ს ოფიციალურ საიტზე. წერთ NVIDIA-ს ზებნაში. შევდივართ NVIDIA-ს ოფიციალურ საიტზე, გამოვაგდო ეგრევე. შევდივართ NVIDIA საიტზე, შემდეგ გადავდივართ აქ დრაივერებში. ალბათ თავისთავად NVIDIA-ს ვიდეო, ესე იგი, ვიდეო ბარად თუ გაქვთ უკვე NVIDIA-ს დრაივერი გვიყენია. ამიტომ უნდა გადმოვიწეროთ. გადავდივართ აქ Georgian Experience. შემდეგ შევდივართ ბეტაში, ბეტა ვერსიაში და ვიწერთ ამას. რაც ახატია, скачать ბეტა ვერსიუ, ვაჭერთ და ვიწერთ. ამახსოვრებს მე ჩემ შემთხვევაში უკვე, კაი, შევინახოთ. და ვიწერთ რა ერთი სიტყვით. მე ეს უკვე გადმოწერილი მაქვს, ყველას ვინც უნდა განახებთ, ეხლა გავაგრძელებ. შევალ ეხლა სადაც მაქვს და განახებთ, დაყენების პროცესსაც განახებთ. შევდივართ Windows-ში, ასეთი იქნება Georgian Experience beta და ვერსია. შემდეგ გავუშვებთ ამ ფაილს. დაველოდებით. შემდეგ დავაყენებთ, მე ახლა დაყენებას აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ უკვე მიყენია, განახებთ უბრალოდ მენიუში, შემდეგ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, ესე იგი ნასტროიკებში. ეს არ მინდა გავთიშავ მე. მეცა, ოტვენა, თქვენ აქ დააჭერთ და დაყენდება რა ეს პროგრამა, მე ახლა მივცემ ოტვენას. შემდეგ დაყენების შემდეგ, ესე იგი იქნება ასეთი იარლიკი აქ დექსკტოპზე, ან შეგიძლიათ გახსნათ აქედან. ამას NVIDIA GeForce Experience დავაჭერთ, დავკლიკავთ, ან ამ ესე იგი იარლიქს, ოღონდ თქვენთან იქნება აქ, მე აქ ჩავსვი და ვაჭერთ ამ იარლიქს. დაიხსნება ეს პროგრამა. შემდეგ აქ მოგთხოვთ, ესე იგი მოგთხოვთ შესვლას აკაუნტში, ან NVIDIA-ს აკაუნტი, ან Google-ის აკაუნტი, რომელიმეში უნდა შეხვიდეთ. შემდეგ როცა შეხვალთ, მე უკვე შესულვარ აქ მიწერს დათო, როგორც უყურებთ. ეხლა შემდეგ უკვე დაასკანირებთ თამაშები თუ არის რამე ავტომატურად ამოყრის, შეიძლება არ ამოყაროს, არ აქვს მნიშვნელობა. შემდეგ ვაჭერთ აქ, დააკვირდით, აქ დავაჭერთ და გაიხსნება ესეთ მენიუ. ესეთ მენიუში შევდივართ პირველ რიგში ნასტროიკებში, აქ და აქ ვაერთებთ უკვე ჩვენ YouTube არხს, თუ სტრიმის აგვინდა, ესე იგი Twitch-ს ესე გვიძლია სტრიმი ან YouTube-ზე. ვაჭერთ ესე და შემდეგ ვაჭერთ ვხოთ. აქ შეყვავს უკვე ჩვენი ლოგინი, პაროლი და შევდივართ და შემდეგ ვამახსოვრებთ. მე უკვე შესული ვარ, როგორც უყურებთ YouTube-ზე, Twitch-ი არ მინდა, ჩემი არხი აქ წერია. შემდეგ გამოდივართ უკან, აქ კიდევ ესე იგი, აქ არის ცხელი, ესე იგი კლავიშები, ანუ ცხელი ღილაკები, რომ ჩავთოთ სტრიმი, გავთიშოთ და ასე შემდეგ, დავამახსოვროთ ვიდეო. და ასე შემდეგ, შეგიძლიათ აქ დააყენოთ ეგ უკვე თქვენ გემოზე, როგორც თქვენ გინდათ. პლუს აქვს ესეთი კარგი ფუნქცია. ამას აქ კიდევ რა არის დასაყენებელი? შევდივართ კიდევ აქ რეჟიმ ტრანსლაციაში. აქ ვირჩევთ, აქ არაფერი არ არის განახებთ. ეხლა კიდევ აქ არის ეს რაღაცა დასაყენებელი. ნალოჟენია. აქ შევდივართ კამერის ჩართვა თუ გინდა, სად გინდა რომ იყოს ჩვენი კამერა, რომელ კუთხეში. მეტი აქ ფუნქციები არ აქვს, ეხლა კამერას გავთიშავ. შემდეგ ეს ინდიკატორი ჩართეთ და სადაც გინდათ ამოირჩიეთ, ეს ინდიკატორი ანახებს ესე მწვანეთ, თავისთავად შემდეგ ვიდეოში ეს საბოლოოდ არ ჩანს, თქვენ უყუროთ უბრალოდ ვიდეოს გადაღება მიდის თუ არა. აგერ არის სოჩიკი FPS ანახებს. უყურებთ ამას მარტო თქვენ, ვიდეოში შემდეგ ეს არჩება, რამდენი FPS-ია თამაში. ეს არის სულ, აქ სიტელი ეს არ გვაინტერესებს. და ეს დააყენეთ თქვენ გემოზე უკვე რომელ კუთხეშიდაც გინდათ FPS-ი რომ მოჩანდეს თამაში.
შემდეგ კიდევ ტრანსლაცია აქ შევდივართ და აქ ვაჭერთ разрешит, ну აქ ვაჭერთ DAS, ერთ წუთს როგორც არის. Настройка конфиденциальности აქაც ვაჭერთ DAS და მეთანხმებით, იმიტომ რომ ესე იგი ისევ YouTube-ზე არ წავა ეს სტრიმი, ან სხვა ვერ შეხედავს იმ სტრიმს და დააჭერთ DAS. შემდეგ კიდევ რა, ну აქ უკვე მოვურჩით, აქ არაფერი არ არის. მეტი, შემდეგ აქ შევდივართ, ნახეთ, ტრანსლაცია ახლა გამორთული აქ ვაჭერთ და შევდივართ настройкებში. ამ настройкებში მაგალითად გადავდივართ YouTube-ზე და აქ ვაჭერთ უკვე ხარისხს, რა ხარისხით გვინდა, ესე იგი რომ ჩაიწეროს ვიდეო რომ გამოჩნდეს YouTube-ზე. პირდაპირ ონლაინ ტრანსლაციის დროს. ну მაღალი ხარისხი, ულტრა ხარისხი ეს ავტომატურად მე მაქვს ულტრას, ну შეგიძლიათ აქ დააყენოთ უკვე თქვენ თვითონ თქვენ გემოზეც, როგორც გინდათ, რა გინდათ, ეს უკვე გემოვნებით არის და ვაძლევთ სოხრანით. ну თუ ძლიერ კომპიუტერი გაქვთ, დააყენეთ ულტრა, თუ საშუალო კომპიუტერი გაქვთ, დააყენეთ ესე იგი მაღალი, თუ სუსტი კომპიუტერი გაქვთ, დააყენეთ საშუალო ან დაბალი ხარისხის. ну ეს გატესტეთ, როგორც უფრო უკეთესი იქნება. ვაჭერთ სახრანით ვინახავთ. აქ არის ესე იგი Zapis, ეს არის პირდაპირ რო ჩავიწეროთ უბრალოდ თამაში ჩვენ კომპიუტერში. აქ შევდივართ настройкებში, აქაც და აქაც ვაკეთებთ უკვე ხარისხს. ну აქ იყოს მაღალი ხარისხი, თქვენ როგორც გინდათ დააყენეთ. ვაჭერთ სახრანით. ну ეს არის შეგიძლიათ აქთან ჩართოთ პირდაპირ ესე იგი თუ ვერ იმახსოვრებთ სიტყვაზე ცხელ კლავიშებს რა აკვირფოთ შევდივართ ასე მენიუში და აქ ვაჭერთ მაგალითად აი პუსკს დავაჭერთ და ჩაიწერს შემდეგ ონლაინში უკვე თამაშს აქ დავაჭერთ ტრანსლაციაზე უკვე წავა სტრიმი პირდაპირ YouTube-ზე შესვლა არ უნდა არსად YouTube-ზე და არსად ამას რომ დავაჭირო ეხლა YouTube-ზე პირდაპირ იქნება ონლაინ სტრიმი და ასე შემდეგ ну აქ არაფერი არ არის ნელი თავარი настройкები რაც არის აქ პარამეტრები გასწავლეთ როგორ არის რა არის ეს არის სულ აქ მეტი ისეთი არაფერი არ არის ასე რომ ვთქვათ. ну ეს ახლა გავთიშავ. თუ რამე ვერ გაიგეთ, დაწერეთ კომენტარებში, კიდევ შევესწრები, კი პასუხოთ, მე მგონი ყველაფერი აქ ადვილი არის, არაფერი არ არის რთული. ახლა კი ამით აგემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ და დროებით მოვა შეხვედრამდე.